ალიანსის პირველი უარის მიუხედავად პრაიმერის ინიციატორები დათქმულ ვადებს არ ცვლიან და მოლაპარაკებების იმედს 7 მარტამდე არ კარგავენ. თუ ამ დრომდე ოპოზიციის საერთო კანდიდატის გამოვლენის ფორმებზე რაიმე შეთანხმება ვერ მოხერხდა, პრაიმერი ძალაში დარჩება. ჩვენ ვიტყვით თანხმობას ოპოზიციურ ერთობაზე. რა ფორმით ამაზე გვიქნა პოლიტიკური პარტნიორობა? 7 მარტამდე საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბონ. გასულ კვირას გახსოვთ თქვენ რომ 2 შაბათს სხვა პოზიცია იყო ალიანსში, 4 შაბათს სხვა, პარასკევს სხვა და კიდე სხვა დღეებში სხვა პოზიციები. ამიტომ ჩვენ დაველოდებით კვირის ბოლომდე საბოლოოდ როცა შეჯერდებიან და ერთიანი პოზიცია ექნებათ, ვიხელმძღვანელებთ ამ პოზიციებს. ალიანსში პოზიციები არც დღეს შეუცვლიათ. უთანხმოების მიზეზად მასში შემავალი პარტიები ისევ ნოღაიდელის ფაქტორს ასახელებენ. ღირებულებითი ალტერნატივა ამ არჩევნებში თუ არ დაუპირისპირდა იმას, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, ისე ვიცოდეთ ჩვენ, რომ ეს ბრძოლა არის წაგებული. თელმა ამ ბოლო პერიოდის ორომტრიალმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოახდინა ქართულ საზოგადოებაში, რომ რაღაცა ერთობისკენ სავალი გზა ყველასთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველამ გააცნობიერა ის, რომ ერთობა არ შეიძლება ხდებოდეს ფუნდამენტური კომპრომისების ხარჯზე. ნოღაიდელის პარტია არის ხელმომწერი სხვა პარტიებთან ერთად ეგრეთ წოდებული სოციოლოგიური კვლევის ჩატარების. ანუ ის ამ პროექტის ავტორთაგანია. და ნოღაიდელის პროექტებში ჩვენ რო არ მონაწილეობდით, ეს სრულიად ნათლად ქონდა გაცხადებული. ოპოზიციური გაურკვევლობა და პოზიციების ხშირი ცვლა მიუღებელი აღმოჩნდა ლევან გაჩეჩილაძისთვის. დაიცავი საქართველოს დამფუძნებელი პრაიმერის ინიციატორებისა და ალიანსის საბოლოო პოზიციების გარკვევას ელოდება. ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს. მე უნდა დავინახო გამარჯვება, იმიტომ რომ ეს არჩევნები არ არის ირაკლი რასალიანის არჩევნები. ეს არჩევნები არის ამ პოლიტიკური თაობის და ამ ჩვენი მთელი სახალხო ოპოზიციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, იმიტომ რომ ამ არჩევნებშიც ხდება სააკაშვილის ყოფნა არ ყოფნის ბედა. დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას მერის პოსტზე, ლევან გაჩეჩილაძეს ჯერ არც ეს გადაუწყვეტია. ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად კი ყველა ფორმა, სოციოლოგიური გამოკითხვა, პრაიმერი თუ პოლიტიკური შეთანხმება ძალაში რჩება.